ჩემი ძმა მიეკავდა და გავთიშე, მაგიტო. ერთი წუთით ეხლა რა მინდა იცით? მინდა მარშმელო მე. აი აქ ამაქვს ცოტა. და აი ამასობაში ჩემი ყავა შეგვიძლია. შაქრის მაგივრად აზელა პაიაკობდით გოგოებო. თოუს გარეთ. თოუს. არ ჩამირთო. აი განმადებებზე ვლაპარაკობდი გოგოებო და მომივიდა კიდევაც ჟანა. შეგახსენებთ. იმენჯერ მახსენებენ რომ მართლა ვერ იტყვი რომ მე ან კიდე ერთი და იგივე მოდის მილიონჯერ. შეგახსენებთ რომ გადაიხადოთო. კოკოსის კამპეტიცა მაქვს თუ არ შემიჭამეს სულ ასე წუთით. ძალიან მიყვარს ეს კამპეტი. ამათ ძალიან არ ვიყვართ, თორე აღარ იქნებოდა. ჯერ არის. ესე იგი, იმიტომ რომ დიდად არ მოსწონთ, თორე გააქრობდა მათე. კარტოშკა გააქრეს. მოდელია. არ გინდა კია? რა. არ გამიგეთ ხო? ეცნობა. რატო არ მითხარი? დავლევდი და გესაუბრებოდი რამეზე. რაზე? ეხლა მესაუბრე, მოდი გამედიჭამენ. არა. ნო. მეგი სურათები ნახე ბასენში როგორ შტანა. არა. ჩემ ბიზეში. მირა საყვარელი გახდა. ნანკე. მივია გუბი გოჭური. ძალიან კარგები არიან. მეგი ძალიან საყვარელი. გოგოებო, აი რა მინდოდა მეთქვა თქვენთვის. ყველა სულ გვაქვს სურვილები და გეგმები. და მიზნები და ზოგჯერ ხოლმე ჩვენი მიზნები თითქოს არ მიიღწევა. და გადის დრო. ეხლა რას დავაკვირდი ნახეთ. ადრეც მისაუბრია ამ თემაზე მე თქვენთან. როცა შენ გააქვს რაღაცა მიზანი და გეგმა, ეს ყველაფერი არ თქვა, სააშკარაოზე არ გამოიტანა. სანამ არ მიაღწევ. აი რაღაცას ვაკეთებ მე ეხლა, რომელიც თან ჯანმრთელობას ეხება, თან მეშინოდა ხოლმე და ვერ ვაკეთებდი და თითქოს გადავლახე და არ ვამბობ ჯერ. იმიტომ რომ შედეგი მინდა რომ გაჩვენოთ. ბოლოს მინდა რომ გითხრათ. როცა რაღაცა გეტყვით აუცილებლად ოღონდ. როცა რაღაცა მიზანი გააქვთ, ნათესავებსაც ნუეტყვით. თქვენ გეგმებს და თქვენ მიზნებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აი არ ეხმარები არ რაღაცა ძუნწი ხარ და შენთვის გინდა რომ დაიტოვო. როცა მიხვალ იქ, სადაც გინდა რომ ახვიდე მწვერვალში. მე ამას დაინახავენ, უკვე შენ იქნები შემდგარი და ეს შენი მიზანი არ იქნება ჩანასახი თოთო ბავშვით, როგორც თოთო ბავშვს უნდა მოვლა პატრონობა და თვალებზე ცაფარებენ ხოლმე და ძალიან ბევრ ხალხშიც არ გაყავთ ხო? ესია.
თავიდან ახალშობიზე ვიძახი. აი ისე უნდა ჩვენ მიზნებს, გეგმებს და ამ ჩვენ ფიქრებს, ჩვენი ოჯახის საკეთილდღეოდ, რასაც ვაკეთებთ და რა გეგმები და მიზნებიც გვაქვს, ესე უნდა ზუსტად გაფრთხილება, როგორც თოთო ბავშვი. ეხლა ნახეთ ადამიანები როგორ არიან, როგორები არიან. როცა მათ ეუბნები, ხო? მე არ ვამბობ, რომ არ უხარიათ და ბოროტებით ევსებათ გული, ამას არ ვამბობ, მაგრამ ადამიანის ბუნება როგორია, ნახეთ. ყველა ესე ფიქრობს მე და ამ შენ გეგმებს, მიზნებს და ოცნებებს დასტირიან. ანუ შეიძლება ისე, რომ თვითონ ვერც აცნობიერებენ. რომ ამითი ცუდს აკეთებენ. აუ, ამა რაღაცა ხელმოშსაჭიდი იპოვა ცხოვრებაში და მე რა ვქნა, მე რო აქ ავარ დარჩენილი და დაქტირის. და ეს ძალიან ცუდია. ამიტომ ამ შენ მიზნებს და ახალ ჩანასახს გაუფრთხილდი როგორც თოთო ბავშვი. როგორც თოთო ბავშვს, ესე გაუფრთხილდი. და მე რომ უამაგრებ, მე არ ვამბობ, რომ არ დაეხმარო სხვას. დაეხმარე. თუმცა ჩვენი გზა გვაქვს ყველას და იგივე შეიძლება მას არ გამოადგეს. ესე ზუსტ იმას ვერ იმას იზავ, რა ქვია, დაწერ და მისცე. აი ამითი მიაღწევ ამ ყველაფერს და ჩემ ადგილზე ამოხვალ. ჩვენ ინდივიდუალურები ვართ და რაღაცნაირად ჩვენ გამოგვივიდა ეგ დაუშვათ და შეიძლება სხვამ ზუსტათაც რომ მიყვეს ამ გეგმას არ გამოუვიდეს ეგ ყველაფერი. მაგრამ მაინც რაღაცით გამოცდილებით შენი და იქამდე როგორ ახვედი, ნუ რაღაცა მონახაზი შეგიძლია მისცე, ხო? მაგრამ ეს არა თავიდანვე, რომ არ დაგტირო. და ეს შენი ჩანასახი არ გაგიქრო. აქრობს ეგ ყველაფერი, დამიჯერეთ. დამიჯერეთ, რომ აქრობს. აი, როგორც ისა წყალი აი ეგრე გაგიწყალებს. აი ამის თქმა მინდოდა. ნუ დაატირინებთ სხვას თქვენ ძალიან ახლო შინაურების გარდა ოჯახი, ოჯახში თქვი მარტო. ოჯახი, ცოლი, ქმარი და შვილებს გულისხმობ. ნათესავებშიც არ თქვა ჯერ. არ თქვა. იმიტომ რომ ხო გეუბნებით. რატომაც? ეგ არის ადამიანის ბუნებაა ეგ. არ ვამბობ, რომ ცუდი უნდა მას შენთვის უბრალოდ თავის თავზე ფიქრობს. მე რა გავაკეთო? მე ამან რომ ეს უკვე მოიფიქრა და აკეთებს. მე სხვათა შორის მეც მქონია ეგ შემთხვევა. აი არა ვართ ჩვენ ისინი, რა ქვია. ეს შური კი არ არის. აი დაუშვათ ვიღაცა წავიდა საზღვარგარეთ რა და მე დავრჩი აქ. მიყვარს ჩემი ქვეყანა ძალიან განაძნელი არის, მეც ავდგები და წავალ, მაგრამ იმა რო ეს გააკეთა და მე რო ჯერ აქ ავარ, შეიძლება რაღაცა გულიც წყდება და თან კიდე აი მე დავრჩი 1-2 დღე შეიძლება გქონდეს ეგ ჩემი ბიძაშვილი რო წავიდა, აი მაშინ დამემართა მე ეგეთი რაღაცა. თავის ცოლშვილიც წავიდა ჩემი ბიძაშვილი. და კი არ შემშულდა ღმერთმა დამიფაროს პირიქით, გამეხარდა რომ წავიდა. მაგრამ რაღაცნაირი გრძნობა არის, გია მომეხმარი, აი რა გრძნობა არის ეგა, გული დამწყდა რომ წავიდა, ჯერ მაგაზე დამწყდა რომ წავიდა. და მე თითქოს მე რო აქ დავრჩი. რაღაცა მაგაზეც. ეს არ არის შური. ხო და ის კიდე სხვა რაღაცა არის თვალი. თვალიც მე რა ვქნა მჯერავს ეგეთი რაღაცეებისა. შეიძლება ამ შენ გეგმებს და სურვილებს ისეთი თვალით და იმითი შემოხედონ, რომ აი
ვიცი რა. არ ვიცი, იქვე ჩაგიკლან ყველაფერი. ადამიანებს ელემენტარული ის აშურთ, რომ ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა გაქვს. ვიცი, ბევრი. ისეთებს ალბათ თვითონ ვინც ვერ აღწევს ამას. განაგაცილებულია თამას, გაიწევს ვირუსებია, ბავშვებზე არის, ბავშვის გრიპები განსაკუთრებით. ხო. მაღალი სიცხეები და ის. მერე არ გავუშვათ? სკოლაში არ წავიდეთ? ყელი გკივა? სოდიანი გაუკეთეს ეს რა. სიცხე ხო არა? ჯერჯერობით არა, გუშინ ის წავიყვანე. სასწრაფოს ექიმი იყო რა. ხოდა მეთქი რა სიტუაციაა მეთქი. და რა, ეხლა ხალაც არ წავიდეს ზეგაც და მაზეგაც კაცო. თუ ავათ არის რა, რაზენა წავიდეს. მოედენი კაცი, ბავშვებში არ ძალიან გავრცელებული. ბავშვებში ხო? ხო, და პნევმონიაზეც გადადის იშვიათ შემთხვევებში. ფილტვებისანთ. ეგ თუ სუსტი აქვს, მას ეს არა ღმერთო. კარგა იკვებეთო. არასდროს არ აქონია ფილტვებს პრობლემა. არც ერთს. კარგა იკვებებითო და ცოტა ფიზიკურად აქტიურები ხარ თუ არც ერთი გრიპი არ მოგიყარებათ საერთოდ. არაჯობია ხა წამალი რამე ეფიზოლი მაქვს მგონი მივცე და წავიდე სკოლაში, სუფთა ჰაერზე რა ჯობია, სიცხე არა აქვს ბავშვს და. ძიმიში კალულია ეს. მეთმა დაიფარო. ჯობია ჟანა. მათ ეს არ შეხვდება ვირუსი, იმიტომ რომ ჩვენ როგორში ვიყავით 5 დღე თოვლში ითამაშა. 5 დღე. გარეთ იყო თოვლში, გია. ბაკურიანში ყავ ფაქტიურად, მაგიტომ მიდიან ხოლმე რომ ეს რა ქვია, ვირუსები არ შეხვდება. აცრების მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცოტა ის არის, აი გრიპის აცრებს არ გავიკეთებ და არც გავიკეთებ. ეს არის რა, ვინ მაცდის აბა? მაცდია? აუ გამიკეთე და დაგასწრით. ეხლა უნდა წავიდე, გოგოებო. რაც ვისაუბრეთ, კარგი იყო ესეც. საჭმელი რამე ვიყიდო. მოვიტანა. ფია ქვია. მოვიტანო. აბა იქაც უნდა მივიდე. ფია. ბიუბიუს ის რო არის გათმები რომ მოვწერეთ. ბიუბიუში იყიდე ფია. ხო და ისა. ავნახო. გავსინჯო ერთი ეგ გათამი როგორ მოგვეწევი. წვილი გამონათქვამები. ნუ არ შეგვიძლია. გავუფრთხილეთ თქვენ ჩანაფიქრებს. დაწერეთ. ტელეფონის შეყლაბარი კი. მაგაზე კარგი არაფერი არ არის. მარტო დაწერეთ. შენ ძალიან ოჯახის ახლო წევრებს გაუზიარე, მხოლოდ და დაეროთ. აი, ამის თქვა მინდა გოგოებო მე თქვენთვის. უბრალოდ რო გეტყობა, რო რაღაცა გიხარია. ეგეც კი ის არის რა. რა ვიცი, უნდა გეტყობოდეს ჩვენ ყოველდღე უნდა გიხაროდეს, მაგრამ ეგეც კი შეიძლება ვიღაცას იმას აკნას, რაღაცნაირად მოედოს გულზე. როცა სხვა ცუდად არის ჯერ, ხო? ის სიხარულის გაზიარება ძალიან უჭირს. ხო. და შეიძლება აღიზიანების კიდევაც, აი ვიღაცა რო იცინეს მაგალითად. და მართლა აი სხვებიც იცინიან და რაღაც სასაცილო სიტუაციაა. მაგრამ თვის ცუდად აგზნობს თავს. და ცხოვრებით არის უკმაყოფილო. კი არ გაეცინოს, პირიქით აი გახიზიანეს რა აცინებთ. იმიტომ თვითონ არის ასე. კი როცა ლაპარაკობ შენ გაჩუმდიო და ხმას ავიღებ. და სხვები გონია რომ რა არის ახლა რო არ გაგაღიზიანო. რატო უნდა ის რა ქვია. რატო იცინიან.
არა და იმაც სხვანაირი გადასახედით იმ მომენტში. ამიტომ ეხლა რო გისმენდი შეიძლება შენი კარგი განწყობა ვიღაცას ცუდად ედებოდეს გულზე, თვითონ რომ ვერ აცნობს თავს კარგად. შეიძლება შეგიკითხო. ამ შემთხვევაში შენ არაფერ შუაში არ ახარ და როგორ უნდა დაიცვა თავი? რომ ვიღაცის ეს ცუდი განწყობა შენამდე არ მოვიდეს. ნუ ის არ გამოხატავს ახლა იმ მომენტში რა თქმა უნდა. თუ ძალიან ახლობელი არის, შეიძლება თქვა რაღაც. არა, მე ვამბობ, რომ გამოხატავენ, ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობ, რო არ გამოხატავენ, მე რა ვიცი, კაცო, თავის გულში ვირას აფიქროს, ამირან გულში მღეროდა. გამოხატავენ, აი თუნდაც ნათესავები, ეჩრებიან, ესე გააკეთე, ისე გააკეთე, იმან ეს გააკეთო შენ ოჯახის წევრებზე, იმან ეს აუცილებლად ესე გააკეთოს, რომ კარგად წაგივიდეს საქმე. შენ რა იცი, კაცო, მე როგორც ჩემი ოჯახის ამბავი, ჩემზე კარგავი ვიცის. ხო? და ძალიანაც არ მინდა რომ ჩავიკეტო დავუშვათ, მათე ჩაუწვიდე. ჩემი ერთი მეგობარი ბიჭია ლექტორია. ვიცი. ასოცირებული პროფესორი გახდა და მაგან იცოდა ხოლმე. ესეთი გამოთქმა ხშირად ამბობდა რომ რჩევა იმითი არის კარგიო, მიიღებ თუ არა, შენზეა დამოკიდებული. აი რჩევა მაგითია კარგი. კი ბატონო გირჩიონ, მაგრამ ხო შენზეა დამოკიდებული, მიიღებ ამ რჩევას თუ არა. ასე რომ ნუ გარეზიანდება ადამიანი. ურჩიონ, რაც უფრო ბევრი რჩევა, იქნებ შენც ამოხეკო ამ რჩევებს. მე ცოტა სხვა კუთხით ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ ეს ზეწოლაა შეიძლება. მიზნებზე და შენ მიზნებზე და ოცნებებზე და რაღაცა რო გინდა შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო რა და ვიღაცას რო ამ ყველაფერს ეტყვი, ანუ რო თუნდაც მიხვდება, გია და ფიქრობს რომ მე რა ვქნა. მიხვდი და ცუდად აი ჯერ არც გამოგივიდა და უკვე ცუდად ხდება ადამიანი. ესეთი შემთხვევები არა ქონია გია. მე მქონია ბურჯერ. რა შეიძლება ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე, მე ცოტა ეგრეთი ბუნება მაქვს, რომ აი ძალიან არის ვიცი ხოლმე ადამიანის იმაში რა ქვია. ერთი მიდი დამთავრე. ხო, აი ნუ არ უკვირდები ხოლმე რა ესეთ ნიუანსებს რო იტყვია რა. ეთყობა თვითონ ინსტინქტურად გამოდის, ესე სპეციალურად კი არა. შენი ბუნებით. შინაგანად იმდენად ალალი ხარ და იმდენად ისა ხარ, რომ ყველაფერს უზიარებ, რაც იცი, ხო? და არც იმათი ამასაც ვარიგებ. რაღაცაზე აი გუშინ წინაც ვუთხარი ცოტა ხანი. ნუ იმას იზავ, გაიტან ამ ინფორმაციას, რაც იცი, უცბად. ყველას ნუ მოძდებ ხოლმე მეთქი. მე ვუთხარ. ხო გითხარ. ნუ მოძდებ მეთქი ყველას. ცოტა ხანი დაიცადე, 2 დღე მაინც დაიცადე, ეგეთია, ხო? ყველას ასწავლის, ყველაფერს ცუდი კი არ არის ეგ. ეგ არ არის ცუდი. მაგრამ რა ვიცი, აი ის როგორ იმას იზავს, იღებს ვისაც ეუბნები. ეგეც რო არ იცი ზუსტად. ხო რა ისი თქმა მინდოდა იცი. და აი ნიკასტოლი ის არის რა, გოგო არის ერთი ჩემი თანამშრომელი და აი მართლა ხოილებაც დააწყებინა. ხო. გუშინ შეიძლება იმაში გადაედო რაღაც სკოლაში. ხო და იმანა თქვა რომ ჩემ დაქალსო ესეთი რაღაცა უთხარიო. კარგ ამბებსო. ყველას ნუ უყვებიო უცბადო. მეც ნუ მეტყვიო. მე ვარ ვიციო როგორი თვალი მაქვს. შეიძლება შენთვისო გულით მიყვარხარო და მინდოდესო ძალიან კარგიო, მაგრამ აი უცბად შეიძლება ისეთი თვალიო ისეთი მქონდესო, რომ იმ შენ კარგი ამბავს, რასაც მეუბნები, ხო, განაცვლიდი მინდა, მაგრამ გამიელოს რაღაცნაირად და ეგ შენი კარგი ამბავი სულ ჩაახსჩოს ამ ჩემმა თვალმა. თავის დაქალს უთხრა გია. გავოცდი ამ ბავშვზე რა. და თან ყვებოდა მე ჩვენთანაც ყვებოდა მაგასა. მე უმჯერავსო ეგეთი რაღაცებზე 20 წლისა არის. ამიტომ თავიდან
თქვენ ვინც ნამდვილად იცით ახლა მე არა გულისხმობ შვილებს ახლა ყოველთვის სუფთა გულით ვხარიათ შენი ისა რა ქვია ჩანაფიქრები შენი კარგი შენი მიზნები და მომავლისკენ რო ისწრაფი და მეუღლეს აი მეტი არა ვისაუბროთ რა გოგოებო თავიდან რა დამიჯერეთ მე ყველა გაიგებს რომ მიხვალთ იქამდე სადამდეც გინდათ რომ მიხვიდეთ წავედი ხა საჭმელი ვიყიდო მოხედავთ საჭმელიც კი არა მაგ სახშირეებზე ვლაპარაკობ რაღაც წვერვალებს ეს არა ქვია წვერვალებზე ადიხარ ადამიანი ფიქრებში და ესეც ძალიან კარგია და ჯერ მონახაზიც კი არა გაქვს აი ანუ შედეგები არ დაიწყო ამ ყველაფრისა უბრალოდ ფიქრობ რა როგორ და ნანაირად წაიყვანა შენი ცხოვრება ისე რომ ბრწყინავდე აზროვნებაზეა ყველაფერი ჟენა დამოკიდებული აზროვნებაზე აი გეტყვით პატარა მაგალითს სანამ დაასრულებ რომ არიან ძალიან მდიდარი ადამიანები ვისაც ცხოვრება არ მოსწონს და არ უყვარს და იყვნენ ისეთი ადამიანები კიდაც ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი იყო დიოგენე კასრში ცხოვრობდა და როცა უთხრა ალექსანდრემ რომ ყველაფერი შემიძლია შეგისრულო ისეთ წვერვალებზე იყო დიდების რომ მივიდა თავის ჯართან ერთად რაზმთან უფრო სწორედ ეს კაცი კასრში იწვა თივაზე ხო დაუთხრა რომ მასწავლებელო ყველაფერი შემიძლია შეგისრულო რასაც ინატრებო და რა უთხრა გვერდზე მიიწიენ ზესნუეფარები ამაზე კაცს ვერაფერს ვერ მოგცემო ანუ აი შიგნიდანაც არის მნიშვნელოვანი ადამიანს რანერი ხედვა აქვს რა თქმა უნდა მაგრამ წარმატება მხოლოდ ის არ არის რაღაცა მატერია რომ მეტი იქნება შენ ცხოვრებაში სულაც ეგეც არ არის გია მე უკვე რაღაცეებში სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებას რა სულთლად რა თქმა უნდა უფულობა ადამიანს ტანჯავს ხო ეს არის ტანჯვა გოგოებო მე სულ განვიცდი ჩემ 20 წელს რომელიც ფაქტიურად ნაგავში დავკარგე. ეხლა სასახლეში ვიცხოვრებდი, იმიტომ რომ ძალიან რისკიანი ვარ და ძალიან გაბედული ვარ. აი უკვე მე რამდენი თუ რისკავ რაღაცეებს რა. თან ბავშვებს ვზრდიდი. ერთხელ მაგალითად გეტყვი მე რა. გაგახსენებ. წავაგე მთლიანად რაღაცა. მეორედ ვიღაცა შეეშინდებოდა და დაჯდებოდა და აღარაფერს აღარ გააკეთებდა, მაგრამ მე ვარ ძალიან რისკიანი და ეხლა გეუბნებით სასახლეში უნდა ვცხოვრობდე მე. ის 20 წელიწადი რომ წყაში არ გადამეყარა. აი ძალიან მაგრად გული მტკივა ხოლმე მაგ იმაზე. ძალიან სხვანაირი ვარ, ანუ რა, მე ეხლაც არა მაგ დაკარგული იმედი, მილიონერი ვიქნებოდი ეხლა მე. ზუსტად ვიცი. მართლა გია და ვიქნები კიდევაც, იმიტომ რომ ჯერ ვარ 40 წლისა. და არა უშავს, ხო, 5 წელია რაც თბილისში გადმოვედით. არა უშავს, არც არის. მესამე წელი დაიწყო რა 5 კაცო. მოვამატე. ხო და გავხდები აუცილებლად და აი ამას ყველას დაუმტკიცებ და ვაჩვენებ, რომ გავხდები. ხო, მე რას გულისხმობ? ხო, თქვი. შინაგანი მდგომარეობა მნიშვნელოვანი განაუფულობა კი არ არის კარგი. მაგრამ იყო დრო, როცა ფული არ არსებობდა და ხალხი ბედნიერად ცხოვრობდა. ეს ფული საჭიროება, ჩაუცი. ფულის საჭიროება გამოიწვია ეხლა ამ სისტემამ, როგორი სისტემებიც შექმნა კაცობრიობა. მაგრამ ესია ეხლა და ჩვენ ეხლა ამ სისტემაში ვცხოვრობთ და სხვანაირად შეუძლებელია. მაშინ უნდა გაეცალო ამ სისტემას. წახვიდე ტყეში. ან ტყეში უნდა წახვიდე? ხო. ან კიდე მართლა საშუალოთაც კი არ უნდა ცხოვრობდე. უკვე ტესლა უნდა ყავდეს. ან ეგრე უნდა ცხოვრობდე და ან კიდე უნდა ცხოვრობდე მთაში და ძროხა უნდა ყავდეს. მართლა თუ არა და იტანჯები. მარტო ის არ არის სულიერობა.
მარტო ეგ არ არის გოგოებო, მე უკვე თაში წასვლას ერთი კომბარი ჩენზე. არა, თაში წასვლა რომ დომებოდა, ვიყავი უფრო ახლო მთასთან და ეგრევე ავჭრიდი ისა რა ქვია. ცხოვრები მოიყვანეთ და რა ქვია? კომბარი. არა, იქ ავჭრიდი, ატენის ზემოთ რა ქვია? ბოშური და უფრო ზევითაც ხო არის. ლევიტანი. ატენში ვცხოვრობდი და ლევიტანაში 4 კილომეტრი იყო და ავჭრიდი ეგრევე ის წავიდოდი. თბილისში კი არ წამოვიდოდი 150 კილომეტრში. ვაი საოცრებავ და ზუსტად აი ლევიტანაში ვინ ცხოვრობენ თათრები. უბრალოდ გზები არ აქვთ, თორე ტესლას ფულიც აქვთ. საუკეთესო ყველაფერი, იმდენი საქონელი ყავს და იმდენი ყველაფერი, რომ ნამდვილი ბიზნესი ახლა იკეთება. არა, ხო, მაგრამ ეგ გულით ეს ცხოვრების გულით შენი უნდა იყოს, მე არ შემიძლია. აქ იმიტომ წამოვედი, რომ ხვისუნი მაწუხებდა. სხვისი ძროხისა. სხვისი ძროხისა და ესე მითხრა რა, ჩემმა მეზობელმა, რომ წავდი უმაშინო კაცო თუ გაწუხებ, სოფელიაო და წამოვედი ახლა და მე-9 სართულზე ვცხოვრობ, აქ არ ადგა. არანაირი სუნი და ზოგი პირიქით სოფელს რო ახლოვდება, ზუსტად ეგ სურნელი მოსწონს. მე არ მომწონს. არ შემიძლია, ხო და ეს შენი რაც არის მე ბუნებით ვარ სხვანაირი, ანუ რა, მე უნდა მქონდეს ფული, მირჩენია ტესლა მყავდეს. არ მინდა ნეხვებში ცხოვრ. არა ხო? არა, ვაიმე, ცუდად არ გამიგოთ გოგოებო, ეხლა ვისაც ძროხა ყავს და ვისაც ისა ყავს, ეხლა მე ქათმებიც ამყავდა და ძროხა არა, მაგრამ ესა რა ქვია, ცუდად არ გამიგოთ, ცოტა ის არის, რა ქვია, იუმორი გაუშვა ჩემმა ქმარმა, ხო ხედავთ, სულ სხვანაირად ეგა იმიტომ წუხდებოდი, რომ შენი ძროხა არისო, არა, მარტო მაგიტო არა, არ მინდოდა მე ძროხა. ძროხა არ მინდოდა 5 წელი ვიცხოვრე და ვიყოლიებდი იმ ძროხას და შენ ბავშვობიდან გეშინია ძროხი და მაგით. ძროხებისა მეშინია, ბავშვობიდან მეშინია, ხო. არ ვიცი რატო გამომეკიდა როდის მე შეიძლება. აღარ მახსოვს, ქვეცნობიეში ხლა რატომ ში. ხო და ისი არ გაიგოთ რომ მე ვიღაცას ისა რა ქვია, დავცინი ვარ ღმერთმა დამიფაროს, ვისაც ისა ყავს, რა თქმა უნდა, ყველს კარგად ავჭამთ. კარაქის ქალაქი დატოვეს და წავიდნენ, ხო. ვისაც რაღაც მომენტში მეც მომწონს ქალაქთან შედარებით, მაგრამ შეიძლება მუდმივად მიჭის რა. სამთარი განსაკუთრებით სოფელში. ეს ქალაქში გაიზარდა თან ახლა და რა სოფელი რა. რა სოფელი ქალაქში გაიზარდა ცხინვალში და მე ჩამოვიდა ნიკასტოლი რო იყო ცოტა უფრო პატარა და ცხოვრობდა სულ გორში. კარტი იყო. ხო და სოფლის კაცი გია შენ არა ხარ ახლა და მარტო მე არც მე არა ვარ სოფლის, აიცი რა არის. ეგ 5 წელი ვიცხოვრე სოფელში. სოფეს ის უნდა რა, ვისაც გიყვართ მართლა ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა და ვისაც შეგიძლიათ ეს ბავშვობიდანვე უნდა გაიზარდო მაგ გარემოში, რომ მიხედო ბაღებს, მე არა გქონდა შეხება ჯერ. არა, ყავდა ხოლმე ერთი ძროხა დედაჩემს და ისეთი გამხდარი. ესე იგი მოწელა რომ შეგეწოდებოდა, გია. ის რო არის ქართული დუმბაძის ნაწარმოები. ხო, მამა ჩემი სხვა ტიპი არის. მამა ჩემი სხვანაირი კაცი. ქალაქში რომ იყავთ და გზაში რომ ესე ცუდად. მამა ჩემი სხვანაირად ჩოულობდა ფულს. ახლა ძროხებით და იმითი არა, თორე ეგ ცუდი არ არის. და მე კიდე საერთოდ როგორც ქალაქშიო გაიზარდო, აი ეგრე გავიზარდე მე რეხაში. მე არანაირი შეხება არ მქონია ამ ყველაფერთან გოგო. არანაირი. იმ ხელა ბაღები გქონდა ხოლმე და რა ვიცი მე, ვაში მარტო ჩემთვის თუ მომიწყვეტია რომ მეჭამო. სხვანაირად ხარ მე გასწრდი. და ვინც ახლა მაგ ყველაფერს მიჩვეულია, მას სიხარულს ანიჭებს, გია. ძალიან დიდ სიხარულს. მაგის გარეშე არც ფული არ უნდა და არც ძვირადღირებული სახლი და მაგ. ისახარებს მაგას რა. ელემენტარულია, გუშინაც მაგაზე ვილაპარაკე. ამერიკელ ხარს ვუყურებ და იმდენი ნივთები აქვს სახში, ვაი ჩვენი კიდევაც გოგოებს. ჭიქებზე ლაპარაკობს და ეგ ახარებს. ვის რა ახარებს? სულ არ უნდა ფული იმას. რაც გახარებს, ის გააკეთე. ხო? ხო და ხო მარტივია, რაც გაბედნიერებს იმასთან არ კონდეს შეხება რა. ხო ალბათ მე გაჭირვებამაც დამღალა. გაჭირვებამაც დამღალა და
ან ვფიქრობ უკვე რომ ან იმდენი უნდა გქონდეს რომ გარდამავალ პერიოდია. ხო ეს რაღაცა ისა ჩემთვის უკვე რთული არის. ან იქ უნდა იყო, ან კიდე აი იქ უნდა იყო მართლა რა ვიცი, ან ერთი ან მეორე და შენ კი არა ნახევარი საქართველოს გაღალა და წავიდა საქართველოს. აზროვნებითაც ეგრეა. აზროვნება არის ეგია მართლა. ყველაფერი არის აზროვნება რა. აი აქედან იწყება ყველაფერი და ყველაფერი კარგად იქნება ერთი სიტყვით მიყვარხართ. წავედი ხა მართლა, იმიტომ რომ განვადებაც უნდა გადავიხადო და მართლა არ გადამისდეს ეგ განვადება, თორე გამიფუჭდება საქმე ბანკში. დავამატებ აი აზროვნებაზე რომ აი მაგალითად ბერები რო არიან. კიდაც ჩინელი ბერები, ტიბეტის ბერები, ქართველი ბერები. ხო მაგათ ქონება და ის არ გააჩნია. არა ხო. და რამდენი მდიდარი ადამიანი გულგატეხილია მაგასთან რომ დამშვიდნენ და რჩევა მიიღონ და სულიერი სიმშვიდე მოიპოვონ. ანუ სიმდიდრეზე მხოლოდ არ გადის, ანუ შეიძლება ისინი უფრო ბედნიერად არიან იმ წუთში. თავად სიმშვიდეში. ეს სიმშვიდე უფრო მაშინ იქ უნდა წახვიდე, მაგას ვამბობ ზუსტად. აი გარემოშიც იმყოფები. შენ ქალაქში რო ცხოვრობ, მეგაპოლისში და გარეთ ვერ გადიხარ, იმიტომ რომ ფული არა გაქვს და ყოველნაირად ზეფული კიდე იტანჯები. ხო, გარემო გიკვლის ამ სიტუაციას. მაშინ წადი მთაში. და გინდა? მე არ მინდა მთაში წასვლა. აი ეგ არის. გინდა მთაში უნდა გინდო, ეს გია. თუ არ გინდა მთაში წასვლა, მაშინ აქ ისე უნდა ცხოვრობდე, რომ არ იტანჯებოდე, რავი. ესეთი მე ძალიან ბევრ რაღაცაზე შემიცვალა. მადლობა ღმერთს, რომ პირველი რაც მოხდა, მე დავტოვე ის ადგილი, სადაც ვიყავი დაპაუზებული 20 წელი. და კიდე ის, რომ არა ვარ ახლა მე 60 წლისა, თორე ფაქტიურად მკვდარი ხარ უკვე, რაღა უნდა მოასწრო. 10 წელში და 15 წელში ვეაფერს ვეღარ მოასწრე. ხო ეგრეა. ყველაფერი წინ არის. შენთვისაც გია და ჩემთვის. აი ის რო არის. ჩერნოვეც კი ვახვით. ხო. მილიარდერი. უნი 50 თუ 55 წლიდან გახდა ეგეთი ისა წარმატებული. მანამ ფულის კაპიკები მენატრებოდა. ერთოთახიანში ცხოვრობდა ხრუშოვკაში. ხო, არ მინდა ხოლმე ძალიან ისა ლიფტის ფულს ვეძებდი გუშინ კაცო. არ მინდა ესე ძალიან იმათ ვილაპარაკო და მართლა არ მქონდა. აი მართლა არც ანგარიშზე არაფერი არ მქონდა საერთოდ და 10 თეთრიც არ მქონდა. სანამ გია არ იმუშავებდა გუშინ. იმიტომ რომ იქ მანქანას დაახარჯა 200 ლარი, იქ ისა, იქ ესა და ხანა უცბად გამოგელევა. შეიძლება გქონდეს ეგ 200 ლარი, მაგრამ უცბად აღარ აქვს მერე. იმიტომ რომ 200 ლარი არაფერი არ არის. ხო და ესე ცხოვრება ძალიან ის არია. ძნელია. ოიგრია. და ის ვიღაცა ეგრე იყო. ფაქტიურად ეგრე ამბობ, რომ ისა ხურდები ენატრებოდა, ხო? და რატო ხდება ხოლმე სულ ესე? და ეხლა ძალიან რომ ადამიანები, რომლებსაც აი ხურდებზე მე მაგარი მოსაყოლი ამბები მექნება. ხურდები რომ ენატრება ზუსტად ისინი არიან. საშუალოდ ვინცა ცხოვრობს, ისინი არ ცდილობენ. მიხვდი? არაფერს აღარ ცდილობენ, კმაყოფილებიან იმით რაც აქვს. საშუალოდ ვინცა ცხოვრობს, გოგოებო დააკვირდით, ვისაც არ უჭირს ესე. ვისაც აქვს თვეში მაგალითად 3000 ლარი, 4000 რო გაქვს, საშუალოდ ცხოვრობს საქართველოში და ყოფნის, აი კარგად ახალ მიხვდი 4-5-ია, ალბათ ყველაფერი გაძვი და 5 უნდა გქონდეს, რომ აი რაღაცეებში გეყოფა და ხარ ცხოვრობ, წახვალ თეატრშიც, წახვალ კინოშიც, წახვალ კაფესშიც, წახვალ იქაც წახვალ საღამოთიც, გახვალ ღამის ბარში, გახვალ რაღაცეებს წვდები და ამითი კმაყოფილდები. მეტს აღარ ეძებ. და მართლა აი ხურდებს რო ეძებ, ძალიან დაიღალე რა. ხურდებს თუ ეძებ და უცბად აქვთ ხოლმე მერე ახტებიან ხოლმე მაგრა. ხურდის არ ქონა იმას არ ნიშნავს, რომ ფული არ აქვს ხანამ. არა, გია მე მაგას ვიძახი იმას, რა ქვია, მაგალითი მოვიყვანე ახლა. მაგას.
მაგალითი. მანქანაში სავსე მაგონი 10 ლარის 20 კაპიკიანები. ნუ ეხლა ხო მაგალითი მოვიყვანე კაცო, რაღაც მომენტში შეიძლება ეხლა მე პირადად არ ამქონდა, არც ანგარიშზე არ ამქონდა და არა, იმიტომ რომ აი YouTube-ის ხელფასიც ამ დროს არის ხოლმე რა 23-ში და ძალიან ძნელია ხოლმე ბოლო ერთი კვირა. და გიას კიდე რაც აქონდა ეს წითელი მანქანა მოკლედ ის არის, რა ქვია, ვეღარ გაკეთდა. რამდენი აი იმიტომ არის ერთი ოჯახი არის მანქანა, ერთი ოჯახის ფული უნდა მანქანას რა. მე იქ გადასახადი, იქ ისა, იქ ესა, თორე რაღაცას შემოსავალი ხო არია რა დღეში მაინც რაღაცა გამოსდის, აი რამდენი უნდა იმუშაოს გიამ ახლა. რამდენი ხო ერთმა ადამიანმა რომ ისა. და მაინც ძალიან გაცვლის და ყველაფერი საშინლად რა გია, არ ვიცი, აი რო გადიხარ და 100 ლარი რომ იქ არაფერი არ მოგდის. წეგან ჩემი ძმაც ხო მაგას ამბობდა. აი უზომოდ გაცვლის და ყველაფერი და ყოველდღე ძვირდება და ძვირდება. ეგანთია. კი. ძივა ხო. ბოლომდე არ არის. აუ რა გულწრფელი ლაპარაკი იყო ახლა. ყველაფერი. არ გამოვიხდეთ ვიღაცები ეგრევე დაგბლოკავთ. ჩამოდიან, არავინ არ კიდე უფრო გასილებული ქვეყნებიდან ჩამოდიან და უფრო იაფად მუშაობენ, რობი ქართული ვიჭირდა. ხო, ეს ტაქსაობაც რა არის? აი ახლა ყაზახები ჩამოდიან ჟან. სატაქსაოდ ჩამოყავთ ყაზახები. აი ხედა, ვეგარც და როეუბნებიან ქართველი ბიჭები, რომ აი გაწყობ თუ ესე დაბალი მაზე პროცენტებზე მუშაობენ და ჩვენთან ეს თქვენთან რაც აღიხსო ამ ფულით 4-ჯერ მეტი მოგდისო ჩვენ ქვეყანაში. რაღაც აწყობთ გენაცვალე, რატო არ აწყობთ რა? კი, აი ზუსტად 4-ჯერ მეტი მოგდისო და ისინი უკვე კონკურენციას უწევენ დანარჩენ აქ მაცხოვრებლებს და ჩვენ ისევ აქ გვჭირდება ეს თანხა და აქ არის 4-ჯერ უფრო ძვირი ყველა. ესენი იქ ურიცხავენ ალბათ ესენი ოჯახებს. ურიცხავენ ხო და კარგად არიან ეს 4-ჯერ მეტი გამოდის. რა გოშველება, აი ეს არის ტურისტული ქვეყანა რო გახადეს. ინდოელები და ტურისტული ფასები რო არის და ჩვენ რო 600 ლარები გვაქვს ხელფასი და იმ ფასებს რო ვიხდით. აი ეს არის. ინდოელებით გაიხსო ხო? ქართველო, იქ იაფი არის. მართლა. ყველაფერი რავი ხილი და ისა ძალიან ყველაფერი იაფია. მიწის თხილი და რავი რაღაც კაპიკი. ტურისტმა დადო ის აეროპორტის სიტუაცია რა. ხაჭაპური 45 ლარი ღირდა. ახლა ხო? და 9 ლიტრიანი კოკა-კოლა ღირდა 22 ლარი. გავგიჟდა ის. განაუფულო ადამიანი კი არისო, მაგრამ აი იმდენად აბსურდული ფასები არის, რომ ერთი 9 ლიტრიანი კოკა-კოლა და ერთი ნაჭერი ხაჭაპური რო შეჭამო 70 ლარი უნდა გადაიხადო, წარმოვიდგენთ. ეხლა ევროპაში რო წახვიდე 70 ლარი არის სადღაც 20 ევრო. 20 ევროთ რესტორანში შეყვალი და ალბათ და არა ის რა ქვია. ერთი წვენი მოგივა მარტო 20 ევროში. 1 ევრო ღირს ალბათ იქ ეგრეთი რაღაც ხაჭაპური და 2 ევრო. და ივანიშვილმა ხო იცით რაც გითხრა. მე რა ვქნა თქვენ ფულის შოვნა არ იცითო და ერა ჩემბრალია. ხო და გზები უნდა ვეძებოთ, სხვა გზა არ არის. ვიშოვოთ რაღაცა ისე, რომ ადამიანებად ვიგრძნოთ თავები. ეგრეა, წავედით დროებით. აკოცეთ.